აღსარებისათვის ჭეშმარიტისა, ღვთივსულიერნო შვილნო ეკლესიისანო, აღსარების საპატიოსნება პირველივე მოასწავლა წინასწარმეტყველმა დავით, რომელს თქვა: აღუარო უფალსა ბრალი ჩვენი და შენ მომიტევე ოფრთოება გულისა ჩვენისა. და იოანე ნათლისმცემელმა გამოაცხადა ვითარცა წერილ არს წმინდესა შინასახარებასა, ვით არამედ ნათელს იღებდეს იოანესგან და აღუარებდეს ცოდვათა მათდა. ხოლო ქრისტემან, ჭეშმარიტმა ღმერთმან ჩვენმან დაამტკიცა და წმინდათა მოციქულთა ქადაგეს, ვითარცა იტყვის იოანე ღვთისმეტყველი, უკვე თუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩვენი, სარწმუნო არს და მართალ, რათა მიგვეტევნეს ცოდვანი ჩვენი და გამწმინდეთ ყოვლისაგან სიცრუისა. და წმინდათა მამათა ღვთისმშვენიერად განფინეს ყოველსა ეკლესიასა შინა და სულის ცხონებისათვის ნამდვილ საჭიროდ აღმოაჩინეს. რამე თუ იყო ვინმე ბერი, წმინდა და ღმერთშემოსილი, კეთილგონიერი და გულისმის მყოფელი და ყვა მას მოწაფე, ხოლო მოწაფე იგი მანქანებითა ეშმაკისათა იპარებდა პაქსიმათსა და იდუმალ სჭამდა უჟამოდ. ყოველსავე ცოდვასა აღუარებდა მოძღვარსათვისა, ხოლო ცოდვასა პარავნობისასა დაუფარავდა. დღესა ერთსა იწყო ბერმა სწავლად მოწაფისათვისისა და განგებითა ღმრთისათა მოვიდა სიტყვა აღსარებისათვის და თქვა ვით არამედ ყოველი ცოდვა მიეტევების კაცთა სახიერებითა ღმრთისათა, ხოლო აღსარებისა დაფარვა მოძღვრისა წინაშე არა მიეტევების, არცა ამას სოფელსა, არცა მას საუკუნესა. რამე თუ იუდაცა ყოველსავე იტყოდა წინაშე მოძღვრისა მის ყოვლად სახიერისა, გარნა ცოდვა იგი გამცემლობისა არა აღიარა და მისთვის მიიღო რა უღირსად საიდუმლოი წმინდისა ზიარებისა, შევიდა მისსა ეშმაკი. ესე რა ესმა მოწაფესა მას, შეწრწუნდა სულით და შეურდა ფერხთა სულიერისა მის მამისათა და ცრემლითა დაალტობდა და აღუარა ცოდვა იგი პარავობისა და აღმოიღო უბეთაგან პაქსიმადი და უჩვენა. და გამოვიდა წიაღთაგან მისთა შავი კვამლი, სავსე სიმყრალითა ვითარცა წუნწუბისა და ცრემლით ევედრებოდა მოტევებასა და ითხოვდა ლოცვასა შემდგომად კრძალულებისათვის. მაშინ რქვა მას მამამან სულიერმან: ჰოი შვილო, ქრისტემან განგათავისუფლა ტყვეობისაგან ეშმაკისა, აღსარებისა ამის მიერ. ამისთვის სასწაულიცა გიჩვენა დამამტკიცებლად სიტყვათა ჩემთა. ამიერიდან ნურღარას სოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ, არამედ აც ყოველნივე მოგიტევნეს თქვენ ღმერთმან ჩვენმან კაცთმოყვარევითა თვისითა, რომელსა არა ჰნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი. აც უკვე საყვარელნო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, ნათესავი ეშმაკთა განვალს კაცისაგან ლოცვითა და მარხვითა, ხოლო აღსარებითა ვითარცა კვამლი, განქარდების და სინანულითა ვითარცა სიმყრალე უჩინო იქმნების. რამე თუ ჭეშმარიტისა აღსარებითა, დალმობიერებითა სინანულითა და კანონისა აღსრულებითა, მადლი ყოვლადწმინდისა სულისა დაემკვიდრების ჩვენ შორის და ეშმაკთაგან სრულიად გამთავისუფლდებით. ამისთვის გლოცავდა გევედრები ქრისტეს მიერ საყვარელნო, სრულიად აღვიარნეთ ლოცვანი ჩვენი წინაშე სულიერისა მამისა და მოძღვრისა ჩვენისა, რათა არა სირცხვილეულ ვიქმნეთ წინაშე ქრისტესა და ყოველთა ანგელოზთა და კაცთა. და იუდას თანა დავისაჯნეთ აღსარებითა და ფარვითა და ზაკვით ზიარებითა სიწმინდისა პარავ ვიქმნეთ. და ეშმაკთა დანავიტანჯებოდეთ ჯოჯოხეთსა შინა საუკუნოდ. არამედ გევედრები ძმანო, განვიბანოთ სულნი ჩვენი სინანულისა ცრემლითა და განწმედილნი შემოსრულის გულით ვეზიარნეთ უკვდამყოფელთა ქრისტეს საიდუმლოთა და მისითა მადლითა განღრთობილნი ღირს ვიქნეთ დამკვიდრებად ზეცისა სასუფევლისა და ნაყოფიერნი სულითა მართალთა თანა ვიყვარებოდეთ, მონანულთა თანა ვიხარებდეთ, ვინაიდან ნაყოფი სულისა არს სიყვარული ჭეშმარიტი, სიხარული უოხჭნო. ღირსთა თანა ვიშვებდეთ, წმინდათა თანა ვზადიკობდეთ და ღმრთისა ბრწყინვალებითა განათლებულნი მარადის უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყვანის ვცემდეთ დავსაბამოსა მამასა, მხოლოდ ჩობილსა ძესა და ცხოვლის მყოფილსა სულსა წმინდასა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.